მოგესალმებით, მე ვარ შორენა ბიჭიკაშვილი, გადაცემის წამყვანი. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის შემადგენლობასთან დაკავშირებით, უფრო სწორად მის ხარისხთან დაკავშირებით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი კი სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე შოთა ბუჩუკური. მადლობას მოგიხდით მობრძანებისთვის, მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან და პასუხობთ ჩვენ კითხვებს. როგორც ვიცი, თქვენმა ორგანიზაციამ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შეისწავლა მუნიციპალიტეტში არსებული 8 სოფელში წყლის ხარისხი. უფრო თავად რომ ისაუბროთ ამაზე, რა პროექტია, რომელი სოფლები იყო ესენი და მიზანი რა იყო თქვენი? მოგესალმებით და მადლობა საკითხით დაინტერესებისათვის. ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, რომლის მიზანიც არის გორის მუნიციპალიტეტში, ასე ვთქვათ, ერთი მხრივ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ამ სასმელი წყლის, ასე ვთქვათ, სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ იმ, ასე ვთქვათ, პრობლემების იდენტიფიცირება და გამოვლენა, რაც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ სასმელი წყალთან დაკავშირებით არსებობს. ჩვენ პროექტის ფარგლებში 8 სოფელში ჩავატარეთ სასმელი წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი. ეს სოფლები არის გეტყვით, ესე იგი, ბროწლეთი, ტყვიავი, ტირძნისი, ფხვენისი, კარალეთი, ქიწნისი, ქვემოხვითი და შავშვები. ამ 8 სოფელში გავაკეთეთ სასმელი წყლის ანალიზი და შედეგები, რაც ვთქვათ, მოვიდა ლაბორატორიიდან, არის ის, რომ 8 სოფლიდან 5 სოფლის შემთხვევაში სასმელი წყალი, რომელსაც მოსახლეობა იყენებს, არის, ასე ვთქვათ, არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს წყალი, რომ ის ვთქვათ, შესაძლებელი იყოს მისი მოხმარება ადამიანების მიერ. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ძირითად შემთხვევაში ამ სოფლებში მოსახლეობას წყალი მიეწოდება ჭაბურღილებიდან, თუმცა არის ვთქვათ ორი სოფელი ასევე, რომლებსაც ვთქვათ წყაროდან აქვთ ეს წყალმომარაგება, ხო? მაგრამ ორივე შემთხვევაში გვაქვს, ასე ვთქვათ, სოფლები, როდესაც დაბინძურებული წყლის მიწოდება ხდება მოსახლეობისათვის და საქართველოს მთავრობის დადგენილება არსებობს, რომელთაც განსაზღვრულია ის ტექნიკური რეგლამენტი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სასმელი წყალი იმისაც, რომ მოხდეს შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება ადამიანების მიერ და სწორედ აი ამ ტექნიკურ რეგლამენტს ვერ აკმაყოფილებს ამ 8 სოფლიდან 5 სოფლისთვის მიწოდებული სასმელი წყალი. უფრო კონკრეტულად რა შეიძლება რა დასკვნებ, რა გამოიკვეთ ამ რატომ არის შეუსაბამო? გეტყვით, ესე იგი, როგორც გითხარით, 5 სოფლის შემთხვევაში გვაქვს აი ეს დაბინძურებული წყალი, ესენი არის კარალეთი, ტყვიავი, ტირძნისი, ბროწლეთი და ქვემოხვითი, სადაც ესე იგი ამ ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გვაქვს როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული და პარაზიტული დაავადებების გაზრდილი რისკები. ანუ სხვადასხვა ბაქტერიები არის აღმოჩენილი ამ სასმელ წყალში. ჩვენთვის რთული ახლა იმის დადგენა, თუ რა წყარო არის ამ დაბინძურების და საიდან ხდება, ვთქვათ, ეს არის სათავე ნაგებობებში, ეს არის უშუალოდ რეზერვუარებში, თუ რაიმე სხვა მხრივ ხდება ამ წყლის დაბინძურება, მაგრამ ეს ალბათ უკვე არის საკითხი, რომელზეც თვითონ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუნიციპალიტეტმა უნდა აიფიქროს და ვთქვათ, იზრუნოს ამ წყაროს პოვნაზე და მის აღმოფხვრაზე, ასე ვთქვათ. თუ შეგვიძლია გამოვყოთ, ვთქვათ, კონკრეტული სოფელი უფრო ყველაზე მძიმე, ასე ვთქვათ, რთული მდგომარეობას აქვს, თუ შეიძლება ასეც დავყოთ. ორი სოფლის შემთხვევაში არის უფრო მეტად მაღალი, ასე ვთქვათ, დაბინძურების ხარისხი, ეს არის სოფელი ტყვიავი და ასევე სოფელი ქვემოხვითი. ქვემოხვითის შემთხვევაში ჩვენ რაც გავარკვიეთ, სოფლის ერთ ნაწილს წყალმომარაგება ხდება წყაროს წყლიდან, რომელიც სოფელ ნიქოზიდან მოდის, ხოლო სოფლის მეორე ნაწილი წყალმომარაგება ხდება ეგრეთ წოდებული ჭაბურღილიდან. აი ჩვენ ეს ნიმუში ავიღეთ იმ ნაწილში, სადაც წყალმომარაგება ხდება წყაროს წყლიდან, ანუ ნიქოზის მხრიდან და აი იმ წყალში სწორედ აღმოჩნდა საკმაოდ მაღალი ხარისხის დაბინძურება და ნუ აი ამ ორ სოფელს გამოყოფდი, ტყვიავს და ქვემოხვით, სადაც დაბინძურების მაღალი ხარისხი არის დაფიქსირებული. საკმაოდ მოცულობითია ის დასკვნა, რაც თქვენმა ორგანიზაციამ დადო ამ შემთხვევაში, მე გავეცანი.
ამას და აი ამას რეკომენდაციებიც გაიცა, რა თქმა უნდა, მკითხულობთ რეკომენდაციებსაც. ამ რეკომენდაციებით თქვენ ვის მიმართავთ? ეს იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად სოფლებში მოსახლეობის წყალმომარაგება ეს არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება და ვალდებულება. აქედან გამომდინარე, აი ამ შედეგებიდან გამომდინარე, ამ პრობლემის მოგვარებაზე უკვე უნდა იზრუნოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ანუ გორის მუნიციპალიტეტმა. ჩვენ მზად ვართ, თუ კი ისინი დაინტერესდებიან ამ საკითხით, მივაწოდოთ ეს, ასე ვთქვათ, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ასევე მივაწოდოთ ის რეკომენდაციები, რაც არის გათვალისწინებული მსგავსი პრობლემის შემთხვევაში, თუ როგორ უნდა მოიქცეს, ვთქვათ, თვითმმართველობა, ხო, რა გზები არსებობს იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ეს დაბინძურების წყაროები. საკმაოდ რთული მდგომარეობა. შოთა, მე ვიცი, რომ თქვენ მოხდა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდების გადამზადება საინფორმაციო სახის შეხვედრები გქონდათ ახალგაზრდებთან, მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლებთან ამ მიმართულებით. რაზე აწვდიდით ინფორმაციას და რა მიზანი გქონდათ ამ შემთხვევაში? ჩვენ გქონდა, თქვენ, ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტის გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლებიდან ახალგაზრდებისათვის. ჩვენი მიზანი იყო ერთი მხრივ მათთვის ცნობიერების ამაღლება აი ამ სასმელი წყლის, ასე ვთქვათ, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს სასმელი წყალი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სუფთა სასმელ წყალს იღებდეს ადამიანი და მეორე მხრივ ჩვენი, ასე ვთქვათ, ტრენინგი შეეხებოდა ასევე იმას, თუ როგორ უნდა ჩაერთონ ეს ახალგაზრდები თვითმმართველობის პროცესში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. და არსებობს სხვადასხვა მექანიზმები ამისათვის, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ამ პროცესში ჩართვა. მათ შორის, თქვათ, არსებობს ერთი ასეთი მეთოდი, ეგრეთ წოდებული პეტიცია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ, თუ კი ისინი გაერთიანდებიან, ასე ვთქვათ, რაღაცა იდეასთან დაკავშირებით, თქვათ, პირობითად თუ კი ამ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტული სოფლის მოსახლეობას ენდომება, რომ მათ აი ეს პრობლემა, სასმელი წყლის პრობლემა მოაგვარონ, მათ შეუძლიათ პეტიცია შეადგინონ, ხელი მოაწერონ და მიმართონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რომ ამ მუნიციპალიტეტმა, ამ შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინოს ეს მათი პრობლემა და მიიღოს შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ მოსახლეობას აღარ მიეწოდებოდეს აი ეს დაბინძურებული წყალი. ეს არის ერთ-ერთი, თქვათ, საკითხი, რაზეც ჩვენ გქონდა, ასე ვთქვათ, საუბარი ამ შეხვედრაზე ახალგაზრდებთან, ასევე სხვა მექანიზმებთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლიათ მათ ჩაერთონ აი ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თვითმმართველობის დონეზე. კი ბატონო, ერთია რომ ამ სოფლის თქვენს მიერ შესწავლილი სოფლების მოსახლეობა შეუძლიათ, თქვათ, იგივე პეტიცია შეადგინონ, მეტად დაინტერესდებიან, რა თქმა უნდა. ახლა ისინი მოიხმარენ ამ წყალს, მაგრამ თქვათ, სხვა სოფლის მაცხოვრებლები დაინტერესდებიან, რა თქმა უნდა, ახლა ვინც გვისმენს და როგორია ჩვენ სოფელში სასმელი წყალი. მათ აი რა უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი სიუჟეტი მოგვიმზადებია, როდესაც მოსახლეობა მოგმართავს სხვადასხვა სოფლებიდან, რომ წყალს ეს მოსდევს ეს, მაგრამ ერთი და იგივე პასუხია ხოლმე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს სინჯები კარგია, ეს არის არ ვიცი რაზე საუბრობენ ისინი და აი რა უნდა გააკეთონ, რა ვერკეტი აქვთ მათ, რომ იცოდნენ რას მოიხმარენ. ხო, ჩვენ შემთხვევაში ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ თქვათ, პატარა ორგანიზაცია ვართ, არ გვაქვს იმდენი რესურსი, რომ თქვათ, ყველა სოფელი მოვიცვათ და ყველა სოფელში ინფორმაციულად რა შეიძლება ამ ადამიანებმა გააკეთონ. ერთადერთი ამ შემთხვევაში, თუ კი თქვათ, თავად სოფელი და მოსახლეობა ვერ აკეთებს, ასე ვთქვათ, ამ ტიპის კვლევას და ანალიზს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლების, რომლის ვალდებულება არის, რომ მან მოსახლეობას მიაწოდოს ხარისხიანი სასმელი წყალი საქართველოს კანონმდებლობით მათ შორის და საერთაშორისო, ასე ვთქვათ, მიღებული წესებითაც ყველა ადამიანს აქვს უფლება მას მოიხმაროს და მიიღოს ხარისხიანი სასმელი წყალი, რომელიც არ იქნება საფრთხე-შემცველი მისი ჯანმრთელობისათვის. აქედან გამომდინარე, ამ, ასე ვთქვათ, მოთხოვნის დაყენების უფლება, რა თქმა უნდა, მოსახლეობას აქვს ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე, რომ მათ თუ კი საჭიროა, რა თქმა უნდა, ეს ლაბორატორიული კვლევებით ჩაატარონ სასმელი წყალთან დაკავშირებით და თუ კი თქვათ, რაიმე დარღვევები აღმოჩნდება სხვა სოფლებშიც, იქაც მიიღოს შესაბამისი ზომები ამ, ასე ვთქვათ, პრობლემების აღმოსაფხვრელად. თუ დაინტერესებულა ვინმე, თქვათ,
იციან ხომ რომ ეს თქვა შესაბამის თუ იყო რაიმე გამოხმაურება იმედი ამ გადაცემის შემდეგ ბევრი დაინტერესდება. კი ბატონო, ჩვენ უშუალოდ თვითონ მოსახლეობას სოფლებში მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რაც თქვა კვლევის შედეგად გამოვლინდა, ასევე აგერ თქვენთან ვართ და ვსაუბრობ ამ თემაზე, თუ კი თქვა ადგილობრივი თვითმმართველობა დაინტერესდება, ჩვენ სიამოვნებით მივაწვდით ამ კვლევის შედეგებს, ვართ გახსნილები და ვითანამშრომლებთ სიამოვნებით იმისათვის, რომ მოსახლეობას მოუგვარდეს ის პრობლემა, რაც თქვა სასმელი წყალთან დაკავშირებით გამოვლინდა. ხო, ჩვენი მიზანი არის, რომ მოსახლეობას ქონდეს სასმელი წყალი ხარისხიანი და თუ კი თქვა ხელისუფლება დაინტერესდება ამ საკითხით, ჩვენ ღია ვართ ვითანამშრომლებთ მათთან. ასე თყოდით კიდევ მოსახლეობას თქვათ რომ როგორ დაიაქტიურონ თვითონ კი საუბრეთ თქვენ მათ ჩართულობაზე რომ თვითონ შეუძლიათ რომ მათი ჩართულობით ასეთ ისე მოგვარდეს ეს პრობლემა რა გაქვთ კიდევ სათქმელი მოსახლეობასთან თუ შეიძლება. ავიც მე ვფიქრობ რომ თითოეული მოქალაქემ, თითოეულ მოსახლემ როგორც გორის მუნიციპალიტეტში ისე სხვა სოფლებში, სხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული ზოგადად თითოეული სოფლის, ასე ვთქვათ, და მუნიციპალიტეტის პრობლემების გადაწყვეტაში აუცილებელია რომ ვიყოთ აქტიური მოქალაქეები და ჩვენ კანონმდებლობითაც გვაქვს ამის უფლება რომ ასე ვთქვათ ჩავერთოთ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ შორის ეს იქნება მერია თუ საკრებულო გვაქვს უფლება რომ მოვითხოვოთ ჩართვა თუნდაც აი ესეთი სახის პრობლემების მოგვარებაში და ასევე ეხლა არის დეკემბრის თვე, როდესაც ხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, შემდეგი წლის ბიუჯეტის დამტკიცება და მე ასე ვთქვათ, ჩემი ასე ვთქვათ, სურვილი იქნებოდა და რეკომენდაცია, რომ ადამიანები აქტიურად ჩაერთონ აი ამ პროცესში, მათ აქვთ უფლება, რომ ბიუჯეტის განხილვაში და დამტკიცების პროცესში იყვნენ ჩართულები და ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მათ თქვათ დააყენონ მუნიციპალიტეტის წინაშე მათი სოფლის პრობლემები და თუ კი თქვათ საჭიროა გარკვეული ფინანსები ამ პრობლემის მოგვარებისათვის, მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინოს შემდეგი 2025 წლის ბიუჯეტში და თქვათ მოხდეს უკვე ამ სოფლების პრობლემის მოგვარება აი ამ გზით. ეს საინტერესო რაღაცა ჩვენ ჟურნალისტებიც დავსვათ ამ კითხვებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც და მაშინ როცა ბიუჯეტის განხილვა მოხდება. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად პასუხობდით ჩვენს კითხვებს მართლა საინტერესო თემაა ძალიან და მნიშვნელოვანი და საჭირო. მაყურებელს კი შევახსენებ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე შოთა ბურჩიკური.